სენაკის რადიო. გამარჯობა, მე ვარ ანრი ნარსია, დამოუკიდებელი პედაგოგი და ახალგაზრდა ტრენერი. მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. როდის არის სწორი დრო, რომ დავიწყოთ რაღაც ახალი? უმეტესობა ამბობს, მერე, როცა მეტი გამოცდილება მექნება, როცა ასაკი მომივა. სიმართლე კი ისა, რომ იდეალური დრო თითქმის არასდროს არსებობს. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ ეს ლამაზი სიტყვებია. ამას ჩემი გამოცდილებით გეუბნებით. ჩემი გზა დაახლოებით 3-4 წლის წინ დაიწყო, მე-9 კლასში. მაშინ როცა არ მქონდა მკაფიო გეგმა, ვინ უნდა ვყოფილიყავი მომავალში, უბრალოდ ჩავერთე 6 თვიან ტრენინგ-კურსში კონფლიქტის მართვისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომელმაც დამანახა, რომ განვითარება იწყება გადაწყვეტილებებით და არა მარტო მზადყოფნით. ამავე დროს ჩავერთე ზუგდიდის ახალგაზრდულ სათათბიროში, გავდიოდი უამრავ ტრენინგს, ვესწრებოდი შეხვედრებს, მოხალისეობდი სხვადასხვა ორგანიზაციაში და ამ ყველაფერთან ერთად ვაგრძელებდი სწავლას სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით. ხშირად არ ვიცოდი სწორ გზაზე ვიყავი თუ არა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, რომ გაჩერება არ მინდოდა. ამ პროცესში ვცადე სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობაც და აქ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე. არც ერთი გამოცდილება არ იკარგება. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებ პედაგოგიკაში, სწორედ ამ გამოცდილებების ჯამია. კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, ადამიანების მოსმენა. ერთხელ გავაანალიზე და მივხვდი, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას ბავშვებთან, ახალგაზრდებთან, მოზრდილებთან და დასრულებთან მუშაობაში ვპოულობდი. თუმცა ეს არჩევანი არ ნიშნავდა, რომ ყველაფერი მარტივი იქნებოდა. პირიქით, გაჩნდა მეტი პასუხისმგებლობა, მეტი კითხვა, მეტი თვითკრიტიკა. ამიტომ დღესაც არ ვჩერდები ამ სწავლისა და განვითარების გზაზე. გავიარე მრავალი ტრენინგი და კურსი დეზინფორმაციის პრევენციაზე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე, ლიდერულ უნარ-ჩვევებზე, ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებზე და ასე შემდეგ. ამჟამად გავდივარ ტრენინგებს ქცევის მართვის, დისლექსიის, სწავლის სირთულეებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რადგან მჯერა, რომ თუ ბავშვი ასწავლით, პირველ რიგში უნდა ვესმოდეს მათი. ქცევის უკან ყოველთვის მიზეზია და მასწავლებლის როლი მხოლოდ სწავლება კი არა, გაგებაც არის. ამ გზის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემთვის იყო გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, გაცვლითი პროგრამა ტრენერების ტრენინგში მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთან ერთად მუშაობდი თემაზე: განათლების გადახედვა, ინკლუზიური პედაგოგიკა, პრივილეგიები და სწავლების უსაფრთხო სივრცეები. იქ ძალიან მკაფიოდ დავინახე ერთი რამ: განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის გაცემა. განათლება ეს არის ურთიერთობა, ემპათია და პასუხისმგებლობა და არ აქვს მნიშვნელობა პატარა ქვეყანაში მუშაობ თუ დიდ საერთაშორისო სივრცეში. ღირებულებები ყველგან ერთი უნდა იყოს. დღესდღეობით მუშაობ ბავშვებთან დაწყებითი განათლებისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. ასევე ზრდასრულებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, ამერიკიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ასევე უცხოელებთან, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ. და როცა ამას ვამბობ, სიამაყედ ვივსები, რადგან ეს არის ის სფერო, რომელიც მე მანიჭებს სიამოვნებას. ამ ისტორიას იმიტომ გიყვებით, რომ თქვენ შესაძლოა ახლა იმ ეტაპზე იყოთ, სადაც ბევრი კითხვა გაქვთ საკუთარ თავთან. შეიძლება ფიქრობთ, რომ ჯერ ადრეა. შეიძლება არ იცით ზუსტად რა გინდათ. შეიძლება გონიათ, რომ სხვებმა თქვენზე უკეთ იციან. მაგრამ მინდა ერთი რამ იცოდეთ. არ არის საჭირო იცოდე ყველაფერი თავიდანვე. არ არის საჭირო იყოს სრულყოფილი. თავარი არის, რომ არ გაჩერდეთ. დღეს აქ ყოფნა უკვე ნიშნავს, რომ ცვლილებებზე ფიქრობთ და თუ ჩემი გამოცდილებიდან ერთ რამის წაიღებთ, მინდა ეს იყოს. არ დაელოდოთ იმ ვერსიას საკუთარი თავის, რომელიც მზად იქნება, გზა სწორედ სვლაში იქნება. სენაკის რადიო. ასევე დღეს მინდა გესაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც ჩვენ ცხოვრებაზე ძლიერ ზეგავლენას აყენებს. პირველ ერთ-ერთ დავიწყებ, ეს არის განათლების როლი. განათლება მხოლოდ წიგნების კითხვა ან ლექციებზე დასწრება არა. განათლება არის გზა, რომ გავიგოთ ჩვენი გარემო, ვისწავლოთ სხვების მოსმენა, განვითარდეთ და დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება. განათლება ეს არის შესაძლებლობა შევცვალოთ საკუთარი თავი, განავითაროთ ახალი უნარები, შევიყვაროთ სირთულეები, მივიღოთ გამოწვევები და არ შეგვეშინდეს ახალი გზების მოსინჯვის. კარგი განათლება გვაძლევს აზროვნების თავისუფლებას. ის გვასწავლის, რომ კითხვების დასმა არ ნიშნავს სისუსტეს, არამედ ეს არის სიძლიერე. ის გვიქმნის უნარს გავიგოთ მიზეზები, რატომ ხდება ის, რაც ხდება და ვიპოვოთ საუკეთესო გზა მის გამოსასწორებლად. დღეს როცა ყველაფერი სწრაფად იცვლება, ახალი ტექნოლოგიები, ახალი იდეები, ახალი მეთოდები, განათლება არის ის ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ გონებით დარჩეთ თავისუფალი და გადაწყვეტილების მიღები პასუხისმგებელი ადამიანი.
ასევე მინდა ვისაუბრო შეცდომების დაშორის მნიშვნელობაზე. სენაკის რადიო. ბევრ ადამიანს ეშინია შეცდომის. ჩვენ გონია რომ შეცდომა ნიშნავს წარუმატებლობას, მაგრამ სინამდვილეში შეცდომები ყველაზე ძლიერი მასწავლებლები არიან. შეცდომების დაშობა ნიშნავს, რომ ჩვენ ვსწავლობთ, ვცდილობთ, ვღებულობთ გამოწვევებს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც წარმატებას მიაღწია შეცდომების გარეშე. ყველა ლიდერი, გამომგონებელი, შემოქმედი, პედაგოგი ან მეცნიერი დათანხმდებიან ერთ რამეზე. შეცდომა აუცილებელია განვითარების პროცესში. შეცდომები გვასწავლიან მოთმინებას, შემოქმედებით აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის უნარს, პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვერ გავიზრდებით თუ არ ვისწავლეთ შეცდომებისგან. მთავარია არ შევშინდეთ შეცდომების. მივიღოთ ის როგორც ბუნებრივი ეტაპი, რომელიც გვაძლევს გამოცდილებას, სიძლიერესა და ახალ გზებს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არის, რომ ვისაუბროთ თვითშეფასებასა და საკუთარი თავის აღქმაზე, რადგან თვითშეფასება არის ის თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, როგორ ვაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებსა თუ რესურსებს. თვითშეფასება არ არის სიამაყე ან გამართლება. ეს არის რეალური აღქმა საკუთარი შესაძლებლობებისა, შეზღუდვებისა და უნარების. კარგი თვითშეფასება გვაძლევს ძალას, გავუმკლავდეთ სირთულეებს, გვეშინოდეს ნაკლებად, ვიმოქმედოთ უფრო გაბედულად. გავიდეთ კომფორტის ზონიდან, რადგან ვიცით, რომ შეგვიძლია და არა იმიტომ, რომ იდეალურები ვართ. მაგრამ თვითშეფასება არ ნიშნავს, რომ არასდროს უნდა ვწდებოდეთ. პირიქით, ის ნიშნავს, რომ ვაღიარებთ შეცდომებს, ვსწავლობთ მათგან და ვითარდებით. თვითშეფასება გვხდის ძლიერს, მაგრამ არა უკმაყოფილოს, მიზანს, არა სრულყოფილებას, არამედ მუდმივ პროგრესს. სენაკის რადიო. ყოველი ადამიანი, რომელიც სწავლობს შეცდომებს უშვებს, რდის საკუთარ თვითშეფასებას, მზად არის მოქმედებისთვის, განათლება, შეცდომები და თვითშეფასება ერთიანად ქმნის კომპლექტს, რომელიც გვაძლევს წარმატებისკენ წასვლის უნარს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გვიან იწყებს ადამიანი ან რამდენჯერ იქნება ის წარუმატებელი. მთავარია, რომ განვაგრძოთ ნაბიჯების გადადგმა, არ შეგვეშინდეს შეცდომის. ვასწავლოთ საკუთარ თავებს, რომ ვცეთ პატივი, შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და ვიყოთ ღია ახალი ცოდნისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, განათლება არ არის მხოლოდ კლასში წიგნების კითხვა, ტესტების ჩაბარება. განათლება არის შესაძლებლობა. გავიგოთ ერთმანეთის, გავაცნობიეროთ საკუთარი შესაძლებლობები და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გავხდეთ უკეთესები. ინკლუზიური განათლება ნიშნავს, რომ სკოლა ან სასწავლო გარემო არ არის ერთი ზომის ყველასთვის. ჩვენ ყველა სხვადასხვა შესაძლებლობები, გამოცდილება და ტემპი გვაქვს. ზოგი ჩვენგანი უფრო სწრაფად სწავლობს, ზოგს უფრო მეტი დრო სჭირდება, ზოგი თავს განსაკუთრებულ ნიჭს მხოლოდ პრაქტიკაში აჩვენებს. ინკლუზიურ გარემოში თითოეული ბავშვი ან ახალგაზრდა იგრძნობს, რომ მისი ადგილი მნიშვნელოვანია. იქ ყველას თანაბრად აქვს უფლება გამოაჩინოს თავი, ჩაერთოს, შეცდომები დაუშვოს და ისევ სცადოს, რადგან შეცდომები არ არის წარუმატებლობა, ისინი არიან გზა სწავლისკენ. გსურს რომ ყველას გვესმოდეს, თვითშეფასება არ არის იმის მიხედვით, რამდენად ხშირად ვაწყდებით წარმატებას, ან რამდენად სწორად ვაკეთებთ რაღაცას. თვითშეფასება არის იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვცდილობთ, ვმუშაობთ საკუთარ თავზე, ვსწავლობთ საკუთარი შეცდომებიდან და ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ახალგაზრდები, ეს არის მომავალი. იდეები, კითხვები, სირთულეები, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც მათ უკავშირდება და არა მარტო მათ, რა თქმა უნდა. ნუ შეგეშინდებათ სხვადასხვა აზრის, განსხვავებული ხედვის ან უცნაური იდეები, სწორედ განსხვავებულობა ქმნის სიძლიერეს. სკოლები, კლუბები, პროექტები, ეს არ არის მხოლოდ ადგილი სწავლისთვის და დასვენებისთვის. ეს არის სივრცე, სადაც თითოეულ თქვენგან შეუძლია საკუთარი ნიჭის აღმოჩენა. გადავდგეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ერთად. შევქმნათ გარემო, სადაც შეცდომები დასაშვებია, კითხვები მისაღები და რა თქმა უნდა, გარემო, სადაც ერთმანეთისას გავითვალისწინებთ და პატივს ვსწრებთ. ხოლო თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ღირებულება, განათლება არის არა მხოლოდ წიგნები, არამედ მოთმინება, სიფრთხილე, შემოქმედება და მზაობა შეცდომის დასაშვებად. ეს არის გზა, რომ გავხდეთ ნამდვილი, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. და დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული მოქალაქეები, რადგან ღირსეული მოქალაქეობა არ ნიშნავს მხოლოდ კანონებისა და წესების დაცვას. ეს ნიშნავს აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებაში, მის განვითარებასა და კეთილდღეობაში. ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქმედებების, გადაწყვეტილებების და სიტყვების მიმართ, იმაზე თუ როგორ გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის მოქმედება სხვებისა და გარემოზე.
პასუხისმგებელი მოქალაქეობა მოითხოვს არა მხოლოდ პიროვნულ ზრდასა და სურვილს საკუთარი განვითარებაზე, არამედ საზოგადოების მხარდაჭერას. ეს შეიძლება გამოვლინდეს ყოველდღიურ მარტივ საქმეებში, ნაგვის სამართლიანი გადაყრა, მეგობრისა და მეზობლის დახმარება, გამჭვირვალე კომუნიკაცია პრობლემის დროს, სწორი ინფორმაციის მოძიება და მისი სხვებთან გასაზიარებლად პასუხისმგებლობა. სენაკის რადიო. ღირსეული მოქალაქე მზადაა იღონოს ძალა და დრო საკუთარი საზოგადოების განვითარებისთვის, მიუხედავად სირთულეებისა. ასეთი მოქალაქეობა მოიცავს თვითშეფასების მაღალ დონეს, როდესაც ვიცით ჩვენი უფლებები, შესაძლებლობები, მაგრამ ასევე ვაცნობიერებთ ჩვენი მოქმედების შედეგებს და საკუთარ შეცდომებზე სწავლის მნიშვნელობას. თავისუფლად პასუხისმგებელი მოქალაქეობა ნიშნავს, რომ ადამიანი ინარჩუნებს დამოუკიდებელ კრიტიკულ აზროვნებას, იცნობს გარემოს, პრობლემებსა და გამოწვევებს და არ უშინდება გამოხატოს საკუთარი მოსაზრება. ღირსეული მოქალაქეები გრძნობენ პასუხისმგებლობას, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი კომფორტი ან მოგება, არამედ საერთო კეთილდღეობა, სამართლიანობა და გაერთიანებული ძალისხმევა უკეთესი მომავლისკენ. ღირსეული მოქალაქეები ქმნიან გარემოს, სადაც სხვებს შეუძლიათ თავისუფლად და უსაფრთხოდ იცხოვრონ, იდეები გააზიარონ და ხელი შეუწყონ საერთო წარმატებას. ღირსეული მოქალაქეობა არის სამაგალითო ცხოვრების წესის არჩევა, როცა ჩვენი თითოეული ნაბიჯი, სიტყვა და ქმედება ემსახურება სხვებს, ხმას აძლევს სიხარულს, სწავლის პროცესს, საზოგადოების განვითარებას. ეს არის ნამდვილი თავისუფლება, როდესაც თავისუფლად ვაკეთებთ სწორს, ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვქმნით უკეთეს საზოგადოებას თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით. სწორედაც რომ ღირსეული მოქალაქეობა არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს არის შენი მიერ შექმნილი ყოველდღიური საქმეები, შენი მოქმედებები, შენი არჩევანი, რომლებიც ყველასთვის სამგალითო უნდა იყოს. ღირსეული მოქალაქეობა იწყება შენგან, შენი ქმედებებიდან და იშლება საზოგადოებაში, სკოლის კედლების მიღმა, ქალაქში, სახლში თუ მეგობრებს შორის. ჩვენ ხშირად გვგრძნობთ, რომ მოქალაქეობა ის რაღაც დიდ საქმესთან არის დაკავშირებული, მაგალითად არჩევნებში მონაწილეობასთან ან ამოხალისეებთან, მაგრამ რეალურად ღირსეული მოქალაქეობა იწყება პირადი პასუხისმგებლობით, იმით, როგორ მოვეკიდოთ ჩვენს მცირე საქმეს, როგორ მოვიპოვოთ თანაგრძნობა, როგორ მოვუსმინოთ სხვებს, როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი შეცდომების გამო. ღირსეული მოქალაქე არ ეძებს ადვილ გზებს, ის არ ფიქრობს, ამჯერად ხომ არავინ ხედავს, ან ცუდი არაფერი მოხდება. ღირსეული მოქალაქე ხედავს შესაძლო შედეგს, რომელიც სხვა ადამიანს ეხება და აკეთებს სწორს, არა იმიტომ, რომ ვინმე აკვირდება, არამედ იმიტომ, რომ თავად აქვს შინაგანი სიმართლე, შინაგანი წესი. ამავე დროს ღირსეული მოქალაქეობა მოიცავს ცუდის აღიარებას საკუთარ თავში, შეცდომები, წარუმატებლობები, მცდარი გადაწყვეტილებები, ეს არაა დაბრკოლება, არამედ შეცდომის დაშვების უფლება არის პირობა ზრდისთვის. მოქალაქე, რომელსაც შეუძლია შეცდომის აღიარება, არის ძლიერი მოქალაქე. როცა ვაღიარებთ შეცდომებს, ვსწავლობთ, მათგან ვხვდებით, როგორ დავუმატოთ კარგი სხვებსა და საკუთარ თავში. ღირსეული მოქალაქეობა დაკავშირებულია სოლიდარობასთან და თანადგომასთან. ღირსეული მოქალაქე ხედავს სხვას, ბავშვი სკოლაში, რომელიც სხვას უყურებს შორიდან, მოხუცი, რომელიც ქუჩაში მარტოა, ჯგუფი, რომელიც ახალ იდეას განიხილავს. ღირსეული მოქალაქე ეხმარება, უსმენს, მხარს უჭერს, თავისი ხმით და ქმედებით ქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ყველას შეუძლია განვითარება. აქედან გამომდინარე, მოქალაქეობის პასუხისმგებლობა გულისხმობს არა მხოლოდ საკუთარი კომფორტის ან სარგებლის ქმედებას, ის მოიცავს მონაწილეობას, პრიორიტეტების დასახვას და საკითხების, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ეს შეიძლება იყოს გარემოს დაცვა, კულტურის მხარდაჭერა, იდეების გაზიარება ან ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ პროცესებში. ღირსეული მოქალაქეობა არის ბალანსი უფლებასა და პასუხისმგებლობას შორის. ხშირად ვსაუბრობთ უფლებებზე, მაგრამ მოქალაქეობა მუშაობს პასუხისმგებლობაზე. უფლება დამოუკიდებლად აზროვნების, საკუთარი იდეების გამოხატვის, თავისუფლად სწავლისა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იცვლება თუ არ არის თანასწორად მიბმული პასუხისმგებლობასთან. პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ ვიღებთ შედეგს საკუთარ ქმედებებზე, ვაღიარებთ შეცდომებს, ვცდილობთ მათ გამოსწორებას და ვზრუნავთ სხვებზე. ახალგაზრდებისთვის მოქალაქეობა არის შესაძლებლობა აღმოაჩინონ თავიანთი ხმა, თავიანთი როლი და შესაძლებლობები, იპოვონ ინტერესები, რომლებიც ემსახურება საზოგადოებას, ახალი თაობა ქმნის ცვლილებებს, სოციალური ქსელებით, იდეებით, პროექტებით, საუბრით. ღირსეული მოქალაქეობა არის ამ ძალის გათავისება. ეს არის გონიერება, მოთმინება და მოქმედება, რომელიც ზრდის სხვებსაც და თავად პიროვნებასაც.
შენ შეიძლება წარმოიდგინო მოქალაქეობა როგორც მოსაზრება, რომლითაც შენ ქმნი მომავალს. ყოველი შენი ნაბიჯი, ყოველი შენი გადაწყვეტილება ეს არის ბალანსში შენ სურვილებს და საზოგადოების საჭიროებებს შორის. ღირსეული მოქალაქეობა ნიშნავს, რომ შენ ცდილობ შეარჩიო სწორი გზა, სწორი სიჩქარით, სწორი მიზეზებისთვის. მოსწავლეებმა, ახალგაზრდებმა, სკოლის დამწყებმა ჯგუფებმა, ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ყველას აქვს შესაძლებლობა შექმნას გარემო, სადაც ღირსეული მოქალაქეობა იქნება ყოველდღიური პრაქტიკა, არა მხოლოდ იდეა. ეს ნიშნავს, რომ ვიღებთ საკუთარ შეცდომებს, სწავლობთ მათგან და ზრდით თავს, ვიღებთ პასუხისმგებლობას ქმედებებზე, სიტყვებზე და აზრებზე, ვეხმარებით სხვას, ვქნით უსაფრთხო სივრცეს, აძლევთ მაგალითს, ვიღებთ მონაწილეობას პროექტებში, ინიციატივებში, აქტივობებში, რომლებიც აძლიერებს საზოგადოებას, ვიცავთ ეთიკას, სამართლიანობას, თავისუფლებას და ვქნით ურთიერთპატივისცემას. სენაკის რადიო. და სწორედაც რომ თემა იქითკენ მიმყავს, რომ ერთობის ფასი არაფერია და ნამდვილად რომ ძალა ერთობაშია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღირსეული მოქალაქეობა დღეს მოითხოვს ინოვაციურ ხედვას. მოქალაქე არ არის მხოლოდ თვალსაჩინო წესების შემსრულებელი, არამედ იდეების შემქმნელი, ვინც ხედავს პრობლემებს და ხსნის მათ ახალი გზებით. თანამედროვე საზოგადოება მუდმივად იცვლება. ტექნოლოგიები და იდეები ახალ გამოწვევებს აჩენს. ამიტომ ღირსეული მოქალაქეობა ნიშნავს აქტიურად მონაწილეობას ცვლილებებში. ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან პროექტები, მცირე კამპანიები სკოლებში, ინიციატივები, სოციალურ ქსელებში ან საზოგადოებაში. პასუხისმგებლობა აქ არის როგორც იდეების შემუშავება, ისე მათი განხორციელება. ღირსეული მოქალაქე არ არის მარტოობა. თითოეული მოქალაქე გავლენას ახდენს ჯგუფზე, გუნდზე, საზოგადოებაზე. თვითმყოფადობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოქმედება საზოგადოების ასაკეთად ხდება გუნდურობის გზით. ახალგაზრდები, რომლებიც პატივს სცემენ სხვებს, სწავლობენ ერთმანეთისგან, გასცემენ იდეებს, ქმნიან ნდობასა და მტკიცე კავშირს. გუნდის ძალა. ეს არის შესაძლებლობა გადაწყვეტილებებში მხარი დაუჭირო სხვას, მიიღო დახმარება და ერთად მიაღწიოთ მიზანს. მაგალითად, როცა ახალგაზრდები ცდილობენ ორგანიზება გაუწიონ სკოლაში გარემოსდაცვის კამპანიას, თითოეულმა მონაწილემ უნდა იცოდეს თავისი როლი, უნდა გაითვალისწინოს სხვების იდეები და გუნდურად შექმნან გარემო, რომელიც ყველასთვის აუცილებელია. ღირსეული მოქალაქეობა მოიცავს მიღებას, რომ შეცდომები განუყოფელია განვითარებისკენ. ახალი თაობა ხშირად განიცდის ფრუსტრაციას. როცა არ გამოსდის რაღაც, მოქალაქეობა ნიშნავს შეცდომის მიღებას, სწავლის საშუალებას. შეცდომის დაშვება არ არის სირცხული. პირიქით, ისინი ხშირად ქმნიან ინოვაციას, ახალ იდეებს, შემოქმედებით გადაწყვეტილებებს. თითოეული შეცდომა არის შესაძლებლობა, გაანალიზო შედეგები, იპოვო გამოსავალი და გაიზარდო როგორც პიროვნულად, ასევე საზოგადოების აქტიურ წევრად. სენაკის რადიო. ღირსეული მოქალაქეობა ნიშნავს ყველას ჩართვას, ყველას უფლებების დაცვას, ყველას განსხვავებულობის აღიარებას. ინკლუზიური საზოგადოება არ მხოლოდ უკეთეს ქმნის სხვა ადამიანების, არამედ განავითარებს ღირსეულ მოქალაქეს თავად ადამიანში, რადგან ის სწავლობს სხვების მოსმენას, პატივისცემას, პასუხისმგებლობას და თანადგომას. სოლიდარობა ხშირად გამოჩნდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეგობრების მხარდაჭერა, ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა, მოხალისეობა, გაჭირებულთა დახმარება. ღირსეული მოქალაქე აზრნოს მხოლოდ საკუთარ კომფორტზე, არამედ ასოცირდება სხვებთან, ქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ყველას შეუძლია განვითარება. დღევანდელი ახალგაზრდები არიან ხვერდელი საზოგადოების ერთგვარი არქიტექტორები. ღირსეული მოქალაქეობა ნიშნავს გავიცნოთ პასუხისმგებლობა, შესაძლებლობები და გამოწვევები, რომლებიც ჩვენ წინაშეა დღეს და მომემზადოთ მათი გადაჭრისთვის. მომავლის მოქალაქეობა მოითხოვს აქტიურ მონაწილეობას სოციალურ და ტექნოლოგიურ ინიციატივებში, გადაწყვეტილების მიღებას ეთიკურად და სამართლიანად, შეცდომების დაშვებას როგორც განვითარების გზას, ლიდერობას მცირე და დიდ სივრცეებში, სხვების ჩართვას, სოლიდარობას და ინკლუზიურობას. შესაბამისად, ღირსეული მოქალაქეობა არის არა მხოლოდ პირადი ზრდა, არამედ მომავლის შექმნა, სადაც თითოეული ჩვენი მოქმედება ქმნის სამართლიან და უსაფრთხო საზოგადოებას. სენაკის რადიო. დასასრულისკენ მინდა მოგაწოდოთ სამოტივაციო ფრაზები. შენი არჩევანი დღეს ქმნის შენს მომავალს.
სწორი მოქმედება ყოველთვის უფრო ძლიერი გამოგება, ვიდრე სიტყვები. შეცდომები არა წარუმატებლობა, არამედ ნაბიჯია წარმატებისკენ. საკუთარ თავს პატივი სე, სხვებს პატივი სე, საზოგადოებას პატივი სე. მცირე ნაბიჯებიც კი უშვებს დიდ ცვლილებას. წარმოვიდგინე მაგალითი, რომლის მიბაძვად სხვებს სურთ. წარმატება იწყება პასუხისმგებლობით, საკუთარი ქმედებების მიმართ, თვითშეფასება და გაბედულება, ღირსეული მოქალაქის ძალა. ყველა ხმა მნიშვნელოვანია, შენი ხმაც ნიშნავს ცვლილებას. წვრილმანებს ნუ ჩათვლი უმნიშვნელოდ, მათში იბადება ცვლილება. წარმატება არ მოდის მარტო, ის შემოქმედებით, გუნდურობაში და პასუხისმგებლობაში იბადება. სულ მცირე მოქმედებაც შექმნის დიდ ეფექტს. სწორ გზას გამოხატავს არა სიტყვები, არამედ ქმედებები. მადლობა ყურადღებისთვის.